გამარჯობა, ეთერშია სახალხო დარბაზი, მე ვარ თამარ ცაგარიშვილი. ჩვენი დღევანდელი შეკითხვა ასეთია: ნარკომანი არის დამნაშავე თუ ავადმყოფი და რას იმსახურებს იგი, როგორი უნდა იყოს მის მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება. მოდით წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები. ბატონი ნიკო ბელიაშვილი, რომელიც გახლავთ ექსპერტ კონსულტანტი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის დარგში, ქალბატონი ნინო ბურჭულაძე, რომელიც გახლავთ ჟურნალისტი და ქალბატონი მარინა ბერაძე, პროფესიით ექიმი. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონ ნიკო. მას დავიწყოთ ძალიან კონკრეტულად. ვუპასუხოთ ჯერ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას თქვენი თვალთახედვით. ქალბატონი მარინათი დავიწყებთ. თქვენი თვალთახედვით ვინ არის წამალდამოკიდებული ადამიანი და როგორ უნდა შევხედოთ მას? ჩემი აზრით წამალდამოკიდებული. თუ შეიძლება მიკროფონი. ჩემი აზრით წამალდამოკიდებული ადამიანი პირველ რიგში ეს არის ავადმყოფი. მე როგორც ექიმი შემიძლია ამაზე ვიმსჯელო და დავასაბუთო კიდეც, იმიტომ რომ ავადმყოფობა განისაზღვრება სხვადასხვა სიმპტომებით და ამ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანს არ აქვს უნარი თავი დაანებოს რაღაცას, აუცილებლად ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ეს არის დაავადებული ადამიანი, მაგრამ როდესაც კითხვა ისმის, ეს არის ავადმყოფი თუ დამნაშავე, სწორედ საზოგადოების როლი მდგომარეობს იმაში, რომ ავადმყოფი ადამიანი არ გახდეს დამნაშავე. აი სწორედ ამაზე ზრუნვა არის საჭირო და სწორედ ამიტომ არის კარგად გავერკვეთ ბუნებაში და არსში რაში მდგომარეობს. როცა ჩვენ საუბრობთ, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი ავადმყოფია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სპეციფიკა ამ დაავადების. დაავადებული ხდება ამ შემთხვევაში ადამიანი თავისი ნებით, უმრავლეს შემთხვევაში. სწორედ ეს იწვევს ეჭვს იმაში, რომ ის არის დამნაშავე. და კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება, რითიც ის განსხვავდება სხვა, თქვათ, სხვა ტიპის ავადმყოფებისგან. ეს არის ის, რომ ის არამხოლოდ საკუთარ თავს ვნებს, ის ვნებს თავის გარშემო მყოფებს. აი სწორედ ესეც არის მეორე მიზეზი, როდესაც მას დამნაშავედ მიიჩნევენ. მაგრამ ჩვენ უნდა მივუდგეთ მას ისე, როგორც უდგებიან მთელ მსოფლიოში, ცივილურ მსოფლიოში და დამოკიდებულება უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან ჰუმანური. მე არ მინდა რომ ეხლა მთელი ამ დროით ვისარგებლო და მე თუ დაგაინტერესებთ ამ საკითხზე, ჩვენ არგუმენტაცია დაგჭირდება თქვენი პოზიციის გასამყარებლად. ქალბატონ ნინო, თქვენი აზრი? მივესალმები ჩვენს მენელებს და მაყურებლებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვიქნები ოდნავ რადიკალური და ვიტყვი, რომ ნარკომანი დაავადებული პირები ისინი არიან დამნაშავე ავადმყოფები. რა თქმა უნდა, ისინი არიან ავადმყოფები, მაგრამ ისინი არიან დამნაშავეები თუნდაც იმიტომ, რომ თქვათ იგივე ნარკოტიკების მოხმარების პირველ დღიდანვე ისინი მოიხმარენ იმ ნივთიერებას, რომლის შემოტანა, ტრანსპორტირება, მოხმარება, რეალიზაცია და ასე შემდეგ არის აკრძალული სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით. ანუ ისინი უკვე ჩადიან დანაშაულს. აქედან გამომდინარე, ისინი დამნაშავეებიც არიან. თუმცა რა თქმა უნდა, მეც იმ აზრზე ვარ, რომ ისინი არიან დაავადებული პირები და მათ ჰუმანური მიდგომა სჭირდებათ. თუმცა აი კარგი იქნება, ხა ეს ისეთი კითხვა არის, რომ ზოგიერთი ექსპერტი ამ კითხვას არ მიიჩნევს, აი ესე მართებულად ამ კითხვის ასეთ დასმას. თუმცა უკვე 10 წელია აი ეს ძალიან ისეთი აქტუალურია საზოგადოებაში და საზოგადოება არის გაყოფილი თითქმის ორ ნაწილად. ანუ თქვათ ექიმები და უფლებადამცველები ისევე ამბობდნენ, ისინი არიან ავადმყოფები, თქვათ სამართალდამცავები და დიდი ნაწილი საზოგადოების ამბობენ, რომ ისინი არიან მხოლოდ დამნაშავეები. თუმცა მე ვფიქრობ და მე თანხმობიან ალბათ ბევრი ჩემი თანამოქალაქეები, რომ ისინი არიან ავადმყოფი დამნაშავეები. დიდი მადლობა, ბატონ ნიკო, თქვენი აზრი და მოგესალმებით სმენელებს, რადიოსმენელებს და მაყურებლებს. მეც იგივე პოზიციას ვეთანხმები, როგორც ქალბატონ მარინას, ასევე ქალბატონ ნინოს. აქ არის ორი მომენტი. პირველი, რომ თვითონ სიტყვა დამოკიდებულება, ეს უკვე დამოკიდებულება არის ის მომენტი, რომ ადამიანი დამოკიდებულია რაღაცაზე, რის გარეშეც არ შეუძლია. არის დამოკიდებულების სხვადასხვა სახეობები. შეიძლება ადამიანი იყოს დამოკიდებული საკვებზე, არიან ადამიანები, თქვათ, მოდით განვიხილოთ ესეთ კონტექსტში. ინსულინზე და დიაბეტით დაავადებული ადამიანები მიიღებენ ყოველთვის ინსულინს მოიხმარენ. გარკვეული პრეპარატები არის, რომელზეც დამოკიდებულები ხდებიან. და მოიხმარონ. ამაში თქვათ უწყობენ ხელს სახელმწიფო თუ ჯანდაცვა ყველანაირად, რომ ეს პრეპარატი მათთვის ხელმისაწვდომი იყოს და მკურნალობაც რაღაცნაირად სათანადოდ ხელმისაწვდომი იყოს. მაგრამ როდესაც მედის ლაპარაკი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე, ეს უკვე არის ისეთი მომენტი, რომ აქ ხდება ადამიანი როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად, ასევე გონებრივად დამოკიდებული და ეს უკვე დაავადება არის, უმძიმესი დაავადების ფორმა არის
სადაც ადამიანი თავის თავს აღარ ეკუთვნის და იგი ვეღარ აგებს პასუხს თავის ქმედებებზე და თავის საქციელზე. მართულია იმით, რაზეც არის დამოკიდებული. რაზეც არის დამოკიდებული. მაგრამ თუ იქნება ხელის შეწყობა მათგან ის დანაშაულის ფაქტორები, თქვათ ის დანაშაულის შადენა, რასაც ისინი ჩაიდნენ, აღარ იქნება თუ იქნება რაღაც სათანადო მკურნალობა, თუ იქნება სათანადო ხელშეწყობა. მაგრამ რასაკვირველია, რომ დამნაშავებიც დანაშაულსაც ჩადიან და ეს გამოუვალი მდგომარეობაა ახლა. მე თვითონ ამ ესეთ კონდა დიდი გამოცდილება 12 წლიანი გამოცდილება ნარკოტიკების მოხმარების და ჩემ წარსულს რო ვიხსენებ მე იქიდან ვიცი რომ იძულებული ვიყავი მეკეთებინა ის რაც მე არ მინდოდა რომ მეკეთებინა. Pentru narcoticები მაიძულებდა. ნარკოტიკები მაიძულებდა მე გამეკეთებინა ისეთი რაღაცები, რაც მე შინაგანად, სულიერად, მორალურად თუნდაც ჩემი პიროვნული მეობიდან გამომდინარე მე არ მეკადრებოდა და ჩემთვის მიუღებელი იყო. და მოდით ბარელ ვითვლებული ფაქტიურად დამნაშავედ, კი, დანაშაული არის, იმიტომ რომ იძულებული ხარ ეს დანაშაული